რუსი ოკუპანტები აფხაზეთში ქართველების კუთვნილი სახლების მისაკუთრებას კვლავ განაგრძობენ. ბინების უმეტესობა ახალი მებატრონის ხელში ყველანაირი ნორმების დარღვევით გადადის. ამ პროცესმა 2008 წლის აგვისტოს ომის მერე პირდაპირ მიტაცების სახე მიიღო. რეალურად კი სახლებზე სამართლებრივი მოთხოვნის უფლება აფხაზეთიდან დევნილ ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. არსებობს თუ არა მითვისებული ქონების დაბრუნების მექანიზმები და რას ფიქრობენ თავად აფხაზეთიდან დევნილები? სალომე კასრაძე კი ამბობთ. პაპკა ინახავს, რაც გაგრიდან შემოვრჩა. ჩემი სახლის, ჩემი ქონების, რაც გაგრიდან შევძელით და გადმოვიტანეთ. ეს არის ჩემი სახლი. ეს არის სახლი გაგრაში, ლენინის ქუჩაზე. ნატრული გეგეჭკორის კუთვნილი სახლი იქ მცხოვრებმა სომხებმა აფხაზებს თვითნებურად მიჰყიდეს. მას შემდეგ 17 წელი გავიდა. ის ჩვენი ბუდე, სადაც ვცხოვრობდი და სადაც ვიყავი და სადაც გავატარეთ ჩვენი ახალგაზრდობა. ეს გენატრება თვალა. ძალიან მენატრება. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ საკუთარი სახლის ახალი ბინადრები ხშირად ეხმიანებოდნენ. ისინი გვითვლიან, აბა ჩამობრძანდეს და ვნახავთ, მარტო მე კი არა, საერთოდ. ეს ჩვენია, ჩვენი ეზოა, ჩვენი სახლია, ჩვენი მიწაა და ჩვენ უნდა ვიცხოვროთ აქ. ასეთი ის იყო თავიდან ტრაფეინა ექვია ჩვენ სახლებს და მათ არ უფორმებენ. გაინტერესებდა ქალბატონი ნატრული გეგეჭკორის სახლი, რომელიც რამოდენიმე ხნის წინ იყო ჩვენთან მოსული სამინისტროში და არეგისტრირა თავისი ქონება. ეს არის გაგრაში, ლენინის ქუჩაზე არსებული კერძო სახლი. ან დეტალური ინფორმაცია ყველაფერი გვაქვს მის შესახებ, ყველაფერი აქ დოკუმენტში და ის არის ერთადერთი მემკვიდრე საერთაშორისო სამართლის მიხედვით აი ამ სახლის. როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა ყობა სუბელიანმა განმარტა, ეს არის საკუთრების მოწმობის გაცემის ერთადერთი კანონიერი საფუძველი, რომელსაც მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო გასცემს. ეს არის საქართველოს როგორც სუვერენული სახელმწიფოს უფლება და პრეროგატივა. ყველაზე ლამაზი ადგილები ზღვის სანაპიროზე ათვისებული აქვთ. ანუ უკვე შესახლებულები არიან, ეს უკანონოა ეს ყველაფერი, ფაქტურად ჰაერს ყიდიან და ჰაერს ყიდულობენ. საპრეზიდენტო პროგრამა ჩემი სახლის მიხედვით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში სულ 64,000 ოჯახია აღწერილი. მათ უკვე მიიღეს უძრავი ქონების საკუთრების მოწმობა. ოკუპანტების მიერ ქართველების კუთვნილი სახლების დაკანონება, რომ ყოველგვარ სამართლებრივ ნორმებს არის მოკლებული, ამაზე დღეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემაც ისაუბრა. მათ უნდა ახლა მომავალში რუსების საოკუპაციო ჯარებს ჩამოიყვანონ თავიანთი ოჯახის წევრები და შინაგან ეს რეგიონში მოახდინონ მათი როგორც სამხედრო ნაწილების, ისე ოჯახის წევრების განთავსება. ამასთან მიმართებაში იქნება შესაბამისი რეაგირება იგივე საერთაშორისო დონეზე. საკუთარი სახლების სამართლებრივი მოთხოვნის უფლება აფხაზეთიდან დევნილ ნებისმიერ მოსახლეს აქვს. ამ უფლების დაკმაყოფილების შემდეგ კი ერთადერთი სურვილი რჩება. დავეცი. იქნებ მოხდეს სასწაული და დავბრუნდეთ.